აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატაში გაერთიანებული საწარმოების და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მეწარმეების მხარდაჭერისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში დევნილი მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმშელეს. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დროებით დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. ამ მიზნით ჩვენ შევხვდით მათ გაფართოებულ ფორმატში, სადაც წარმოვადგინეთ ის მხარდაჭერითი პროგრამები, რომელსაც ახორციელებს ცენტრალური მთავრობის სტრუქტურები, ასევე ჩვენი კუთხით ის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას. მნიშვნელოვანია ეს ერთიანობა, რომელიც აქ გამოიკვეთა, ძალიან მაღალი სოლიდარული პასუხისმგებლობა სოციალური ვალდებულებები გამოავლინა განსაკუთრებით წყვილ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩვენი დევნილი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დაორგანიზებული იყო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების განვითარებისთვის.